я Джози Маран. Я играю Мия в Need for Speed Most Wanted. В игре ты можешь гонять без всяких правил, но в жизни будь внимательным на дороге. მე ვარ გიორგი გეგელიძე, თქვენი ყოფებით ჩემ არხზე, მაჟორკა 420. დღეს იქნება ტესტ-დრაივი M350-ზე, მისი ლეგენდარული ძრავით B58, M350 B58 პირველი საუბარი. ცოტა კაპრიზნია, მაგრამ არის ამაზე stage 1 ჩაწერილი 500 ხილზეა, როგორც თქვენ იცით, ახლა მეუბნებით. ეს მანქანა არის 2020 წლიანი. და ძალიან ლამაზია, აგერ ოპერატორო აჩვენებს ყველაფერი რა ეს დიოდი ნატურები თვითონ შეხედეთ აგერე ახლა გადაიტუკან ოპერატორო ახლა იქნება ანდარი ამნარი სალონი აქვს, M350. ახალი თაობა რა. დორესია ესა და პლუს დღეს ვაპირებთ ამის ტესტ-დრაივის ჩაწერა. სულ გაჩვენებ რა არის მინუსი, რა არის პლუსი. და მანამდე დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააკომენტარეთ და Instagram-ები, TikTok-ები სულ ამოვკითხავთ ყველგან. და გადავალთ ჩვენ M350-ზე ტესტ-დრაივზე. Иномарка с мигалками поворачивает в арку. Охранник пропускает на паркинг. Среда, Лубянка. Тайна светлых коридоров окутана мраком. В кабинетах просторных шкафы с полками. На полках папки, в папках дела. В них явки, фамилии, имена. Напротив крестики и галки. Не советую покидать пределы колпака. Тебя размажут по брусчатке, как таракана тапком. Иногда так охота. Ჩვენ გადავჯეჭდით M350-ზე, ჩვენ გობებდამ ცოტა სჭროხლე. აღიარები რომლეთით კლაჩ მარკი, დაგასნიაზან. და короче, ახლა ვიყოფილ ჯროხზე და გავდივართ ცოტა პლაშატკაზე. ცოტა ასრიალებთ. მე პატრონი არა პროტივ. და ახლა ამ მანქანაზე ყველაფერს გეტყვი. ეს არის ლეგენდარული B58 ძრავი პირველი საუკუნისა. მარტო ამაზე კაპრიზნი არის Z-ის ნასოსი, სნევის ნასოსი, როგორც ხოლმე 10000 კილომეტრზე ფუჭდება. ეს ერთი მინუსია, პლუსი სულ ყველანაირი არის, არ ფუჭდება. ძალიან დედამოწყნული კაროფკა აქვს, როგორც თქვენ იცით და სასრიალოდაც მაგარი მანქანაა, პირველი მანქანა ამისთვის. ხო იყიდოთ, კაი იქნება. ნუ პლუს თუ არ დაასტეიჯავ, მაგიამ თუ არ თუ იციტარება, თუ არ იციტარება, რა თქმა უნდა, მანქანა ეწახვა, იყიდე პოპენს და იარე. აი ჩვენ დავიწყებთ ცოტა სერიალს. Sport Plus ჩავთოთ. ახლა ჩვენ ნანდილ დრიფტს მაცადეთ. აი კიდევ ხრინია, პიჩა. ახლა გაჩვენებ ნანდილ დრიფტს. Операторы Мендон. Всех на жесткий лимите. Друзья реальные, друзья прости. Любовь эту выдумал. Ты не знаешь о ней, пока ты мал. Ты не знаешь, зачем она так нужна. А вдруг завтра горе или война? Почему же так тяжело дышать? Почему так рвется твоя душа? Словно стрелы отравленные мысли твои не. Ты не знаешь о ней, пока ты мал.
зачем она так нужна? А вдруг завтра горе или война? Почему же так тяжело дышать? Почему так трудно дышать? თან სხვაფერს აგიხსნით რა კაი მანქანარი ესა просто იმენა ემოციებს გაძლევს და პლუს ხომ კიდევ სტეიჯზე მაგი მევასება ეს მანქანა просто ეს იმენა დედამოწმული მანქანა კი რეჯოროხი გავიარეთ მას და თვითონ პატარა შაშკაობაც გადავიდეთ Амена секси Бабелан, буя, это красиво. Амена секси Бабелан, туши свет, уже все здесь. В зале нет мест, чтобы присесть, а мы на своей волне до утра петь. Мы рождены. ახლა ციხესთან მივახლოვდებით და ამ ფერის სილამაზეა გონიოში. სპორტუსი ახლა გამოთიშული მაქვს, პლუს ხო იცი, დეციბალები მას უბრალოდ ჯერ არ დაყენდა და ახლა უცებ უნდა ვიკავო და პლუს 200 ლარიანი ჯერიმა და 10 თვით წაიყვანებე მანქანას. და ჩტო არ მინდა ახლა ამ ცოტას პლუს ვისია მანქანა არ მინდა. ოთ ამ ფერის სილამაზეა გონიოში ჯერჯერობით და ორძუჩი იქ გვავალთ. ჩვენ უკვე ვიმყოფებით გონიოს ციხესთან და შეგვიძლიათ ახლა გადავიღეთ სანაპიროს, იქ უფრო მაგარი კადრები წამოვა. და სულ ყველაფერს აგიხსნით. იმიტომ აქ ადგილებიც არაა. ცუდია, საცხო უნდა მივაბრუნო მაგ. ვიმყოფებით უკვე გონიოში, აი სანაპიროზე, ოპერატორი ჩვენე. ვაზი ხედია აქა. ახლა კიდევ თუ შეიძლებოდა შეყვანა მანქანისა და მაგარი იქნებოდა. Засед კი შეიძლება იქიდან, მაგრამ თავარია პადრესეს და არ მოვთი. და არმატიზატორებს. უკვე ამაზე რაც და არა ვხს. ვაი. შრუბზე დავაყენეთ. გაი, შრუბზე ვერ დააყენებ, იმიტომ კარბონია ბრალია. Короче, писали, я сама информация, როგორც თქვენიც კიდევ ერთხელ გეუბნებით წასჩერ. რავი, ძალიან მაგარი საკაიფო მანქანაა. პირველი, короче, მეორე მანქანას უნდა დაითრევ, ამის დათრევა შეიძლება. Плюс დაანასტროთ და სტეიჯი პირველ სტეიჯზე, გეყოფა 100. და როგორ აგიხსნათ? ძალიან ლამაზია, ძალიან მაგარი. დედამოწმული ვიდეო აქვს. რავი, ემოციებს გაძლევს. რაფეც M3 შემოთხის პონჩია გაკეთებული ეს მანქანა. 500 ცხენზე, მაგრამ 700 თუ დააყენო, მე-13 ის რეალებს რა. ანეს პატრონე არის ბელორუსელი. ძალიან მაგარი კაცია, რამდენჯერ მეხმარა ნებისმიერ სიტუაციაში, F-ის სამწუხაროდ დაუყიდე და F-ის მეგივეთ. ეს დავითხრიეთ მაგაციდან და ამასაც ვაპირებ, თუ რამე იყიდება ესეც. მე გეტყვით ფას, დავდეთ მე ავტოზე და პლუს იქაც დავლინკავ თუ რამე. რავი, ძალიან მაგარი იდეა, ძალიან გამევასა. მინუსი პროსტა ეს არის და მისი ზეთის ნასოდის ნასოსი და მეტი არაფერი, ახლა ძრავზე გადავდივართ. ვარ და დაწევებ ძრავზე. დამავიწყე თვითონ დივაშნიკი ვარ, მაგრამ ჯიოტათი მოსკოვში და ერთჯერ ამოვწიდი. ას მისი ნამდვილი B53 მოტორი M performance-ის გაკეთებული. განსაკუთრებით მომხდარა. ცოტა გარეცხვა უნდა, მაგრამ არა უშვის. განსაკუთრებით მომხდარა. Full drive-ის ნაკიდია, სერვისი. არ ვიცი, კაი სერვისია თუ არა. მე ვიცი, ბათუმში 2 სერვისი, ვინც კარგად აკეთებს. არ მოტორსი და ერთი კეთილმოწყობილზე თვითონ საკუთრე აკეთებს, ხელოსანია და მაგრად აკეთებს მომხდარს. თუ რამე დავარეკლამებ ჩვენ. ნიჩევა. აქთან და პლუს 1 99-იანი ბენზინი ხო ამას ჩასხა. 99-იანი სუპერია რა უშავს და თუ რამე ისოს ჩავასხა, მაგრამ რა პრობლემა და თუ კიდევ ცალკე იყიდებთ ოქტანი არ მოტორში, თქვენ შეგიძლიათ დაითრიოთ ოქტანი 2-3 ლიტრა ხუნდა გრჩება ბაგზე, დაამატებ ოქტანს, სუპერ ჩაასხამ და გექნება 100-იანი ბენზინი, როგორც რუსეთში ყველაზე კაი საწმოვადი ხო არის გაზპრომ და ლუკოელი.
ძა მაგრა დედამოწყვილად ივლის ეს მანქანა კაი დროში მაივიცი ეს მანქანა დადის 100-200 ახლა გეტყვი 500 საცხა 7 წამი 7 და 2 ასე დადის ეს მანქანა ახლა ამ სულს არ მაგაზომილი მაგრამ თუ რამე შევეკითხავთ მის წინამე პატრონეს რამდენში დადიოდა ეს მანქანა და ჩავდეთ თუ რამე მაგ ფოტოს რამდენში დადის ამ პროსტა მოგაწერთ რამდენში დადის ეს მანქანა მისი დორესტის ფარები მისი სიდიოდნი ფარი რეშოშკის ფარები დაყენებულია ემის პერფორმანსის ფერები დისკები G20-ის არის არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით ტექნიკ ფლოუია რეზინაც უკანა ჩინურებია წინა X Road-ის არის Road X-ის არის უკანაც ჩინურები რა ჩინურები აკეთებს თითქმის მის ნამდვილ რეზინებს იმიტომ პროტექტორი კიდევ ცოცხალია რა ვიცი იმდენი ვასრიალი ცოცხალია პროტექტორები რავი 360 კამერააც აქვს კიდევ რა აქვს ამას სუპერაფერია გაგერ M340-ის ნამდვილი დაგეგიხრათ წარწერა ამ პერფორმანსის სავარძელი მისი ნამდვილი კაროპკა G20-ისა მის სუპერანარი მაგარი სუპერაფერში მაგარი მანქანა არის просто 2013 უნდა დაითიოთ მეორე საუკუნის ძრავი იმიტომ ყველაზე კაი ძრავი მეორე საუკუნისია ეს 53 ნიჩეო და M3-ში მოთში ყველაზე კაი ძრავია იმენა სოფლიოში ყველაზე კაი ძრავს აკეთებს BMW ეს 53 2013 ყველაზე კაი გამძლე მოტორებია BMW-ში და ძალიან სოფლიოში ამ წლევანობაში და რავი ეს რავი ჩავატარეთ მის სუპერაფერი აგიხსენით პლუსი და მინუსები და მაგარი დინამიკური მანქანა არის ვასრიალეთ კარგად თუ რამე გამოიწერეთ ჩვენი არხი და ფოლოვერით და ლაიქები და კომენტარები და ინსტაგრამშიც გამოიწერეთ ჩვენ არხი აბახე წარმატებები მე ვიყავ გონდოთობი ნახოს Встречавшись окончательно, качаем за свое, как-то гражданин начальник.